მოდი რომ მიუბრუნდეთ იაგო ისევ აი ამ აქციებს რუსთაველის განზირზე, ხო? რა მივიღეთ მეთქი საბოლოო ჯამში, მაგრამ აი ვხედავთ ადამიანები ციხეში, ჯარიმები და გვესმოდა ჩვენ ზოგიერთი ლიდერის რომ მე რა ეს ჯარიმა, მე რა რომ ვიღაცა დააკავეს ვიღაცები ციხეში არიან და პოლიტიკოსები სახლში არიან ოჯახებთან ერთად, ხო? ვიღაცამ აი ამაზე ხელისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა კარგზეც და ცუძეც რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ერთხელ მაინც ვინმე მოუწოდა, რომ ხომ იცოდნენ იმ პიროტექნიკას რო ესროდნენ, თქვა პარლამენტს, რომ ამაზე მოყვებოდა რეაგირება, ხო? ერთი განცხადება მე არ მომისმენია ოპოზიციონერისგან, რომ ეს დასჯადია და არ გიდათ. მე გეტყვით ჩვენ რა გავაკეთეთ. დიახ. ანუ ჩვენ 2 კვირის განმავლობაში სანდრო რაქვიაშვილი დადიოდა მიტინგზე, ჩვენი კუთხე ჰქონდა ოპერასთან და იმ ადამიანებს, რომელსაც აი ჩვენი ჯეროდათ, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ნუ დგებით იქ წინ, სადაც შეიძლება შარში აღმოჩნდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვერ დაგიცავთ. მე განა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ ამაში. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლება იმათმა დაიჭირეს. და უდიდეს შემთხვევაში, ახლა მე ყველა საქმეს არ ვიცნობ, იმიტომ რომ მათ შორის მოვისმინე დაზარალებული, მძიმედ დაზიანებული პოლიციელების შესახებ. და ამიტომ ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველა უდანაშაულოა, იმიტომ რომ ხა ვიღაცამ ხო დააზიანეს ხალხი და შეიძლება ბუნებრივად 2 საათი აჩვენებს, ორჯერ დღეში სწორ დროს, ისე ხდებოდეს ახაც. მაგრამ ხვალ და კარგად სულ არაფერი პოლიციელმა. ხო, მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ, რომ შენ როდესაც ვერ იცავ შენს მომხრეს, ანუ არ შეგიძლია, რომ მასე გარანტია იყო. შენ ხო მინიმუმ წინ უნდა იდგე. ვიღაცა ხო ამარაგდა პიროტექნიკით იქ. არა ვიცი, ვიღაცა შემა თვითონ ყიდულობს. ანუ მოდი ამაზე შეიძლება, მოდი მე ხო არ შევდივარ ამაში, მაგრამ შენ ხო წინ უნდა იდგე. ანუ შენ თუ შენი მომხრებს ვერ დაიცავ. ანუ ესენი ხო ძირითადად იყო 4-5-95-ის ამომრჩევლები. მე ჩემ ამომრჩევლებთან გეთხარი როგორც მოვიქეთ 2 კვირის განმავლობაში ვიდექით და ვეუბნებოდით, რომ ხალხო ვერ დაგიცავთ. და მოდით ახლა წესიერად მოვიქცეთ. ანუ დანარჩენი აგერ არ მომყვება ეს ხალხი, რომ სწორად დავაორგანიზოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ პროტესტი, თქვით როგორც უნდა დავაორგანიზოთ სწორად, როგორც უნდა ველაპარაკოთ ხელისუფლებას, რა პოზიციებიდან. დანარჩენები, ხო, არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუჭერიათ და ვინც დაიჭირეს, ხო გამოუშვეს. ანუ როგორ შეიძლება არ გძნობდე პასუხისმგებლობა შენი ამომრჩევლების წინაშე. შენ რომ მოუწოდებდი, რომ ცოტაც და დაემხობიან ხოცები, რომ ყველაფერი სწორად მიდის. აბა გავძოთ, აბა ცოტა შეუტიოთ. როგორ, ანუ არც ერთი შენიანი როგორ არ არის დაჭერილი. და სად არიან ეხლა ეს ხალხი, ეს ლიდერები სად არიან? ვერ გეტყვით სად არიან, მე მაგათთან არ მაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კომუნიკაცია. ამიტომ მე ვერ მექნება მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ ყველა ადამიანისთვის ხო დღეს მაინც უნდა იყოს გასაგები, რომ აი შემდეგ არჩევნებზე ასეთი ხალხი არ უნდა აირჩიო. უბრალოდ ნუ რავი, ახლა მე ძალიან კრიტიკული ვარ ამ საზოგადოების მიმართ. შეიძლება აი გაბრაზებამ გადამიარა, მაგრამ კრიტიკული ვრჩები, იმიტომ რომ სრულიად რაციონალურად რო შევხედოთ ყველაფერს. გვარამია ამ არჩევნებზე გაიცნო საზოგადოებამ? ხაზარაძე ამ არჩევნებზე გაიცნო ამ საზოგადოებამ? ანუ როგორ შეიძლებოდა ფიზიკურად მართლა რომ ამათ 10% აეღოთ? რაც არ უნდა ფული დაეხარჯათ. ხო და აი ეს შეცდომა, რომელსაც ეს განაპირობა, ეს დეფექტი ამ საზოგადოების თუ რაღაცნაირად არ აღმოიფხრა. არანაირი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ ესენი ისევ იგივეს არ გააგრძელებენ, იმის იმედად, რომ ხალხი კიდე ჭამს. ხო და მე არ ვიცი, ანუ პრობლემა მდგომარეობს მართლა ამ საზოგადოებაში. ქართული ოცნების ამომრჩეველი ასევე ცალკე პრობლემა არის იმ გაგებით, რომ იმის გამო რომ მიშა არ დაბრუნდესო, ციხეში მყოფი მიშა არ დაბრუნდესო, იმის შიშით დაალაგდნენ და ერთპიროვნული ძალაუფლება მიცემს ხოცებს, რომელმაც ლამისა ვიზა ლიბერალიზაცია დაკარგონ. რა, ხოცებს ვარ ხონდათ ერთპიროვნული ძალაუფლება, მართლა მიშა დაბრუნდებოდა ქვეყანაში და მართლა ეს რაღაცა საგიჟეთი იქნებოდა.